ევროპაში კვლავ ებრძვიან ტყის ხანძრებს. საბერძნეთის სახანძრო სამსახურის ცნობით ხანძრის ახალი კერა გაჩნდა სოფელ კურავაში, რომელიც ათენიდან 60 კილომეტრში მდებარეობს. ადგილზე უკვე მობილიზებულია 170 მეხანძრე, პოლიცია კი ადგილობრივ მოსახლეობას ევაკუაციაში ეხმარებოდა. ამავდროულად მეხანძრეები დატვირთული რეჟიმით მუშაობენ იტალიის ლომბარდიის რეგიონში. მთიან რელიეფზე ასევე ლეკოს ტბის გარშემო ხანძრის ლოკალიზების პროცესში ჩართულია სახანძრო ავიაცია. იტალიურმა გარემოს დამცველმა არასამთავრობო ორგანიზაცია ლეგამბიენტემ განაცხადა, რომ წელს იტალიაში 80,300 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი დაიწვა. ალბანეთშიც მეხანძრეები, ავიაცია და სამხედროები მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ კრუიას მთაზე დიდ ფართობზე გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას. ხელისუფლებამ რამდენიმე სოფლიდან მოსახლეობის ევაკუაციის ბრძანება გასცა. დაკავებულია ერთი ეჭვმიტანილი, რომელსაც ხანძრის დაუდევრობით გაჩენას ედავებიან. გასულ კვირას ესპანეთის უელვის რეგიონში გაჩენილმა ხანძარმა უკვე გადაწვა 20,000 ჰექტარი მიწის ფართობი. ძლიერი ქარის გამო მეხანძრეები ჯერჯერობით მის გაკონტროლებას ვერ ახერხებენ. ტყის ხანძრებია საფრანგეთშიც, სადაც 42 დეპარტამენტში საფრთხის მაღალი დონეა გამოცხადებული.